ვაგრძელებ ამ ჩემს ციკლს ლექციებისა, რომელსაც დავარქვი მათემატიკა ყველგან. სადაც საუბრობ მათემატიკის ჩემი აზრით საინტერესო და ხანდახან მოულოდნელ გამოყენებებზე ფიზიკაში, ბიოლოგიაში, სოციოლოგიაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ლინგვისტიკაში და წარმოიდგინეთ ისტორიაშიც კი. სულ მიკვირდა რატომ მოიყარა თავი ყველა სავაჭრომ, რომელიც ყიდის სამშენებლო მასალას თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ელიავაზე. რატო არ გადაანაწილდებიან ეს სავაჭროები ვაკეში, საბურთალოზე, ვერაზე, ზოოლაგში, მთაწმინდაზე, ორთაჭალაში? იქ ხომ მათ ნაკლები კონკურენცია ექნებათ და ალბათ მოგებასაც გაიუმჯობესებენ. ზუსტად ასე ვითარება რესტორანებშიც. რატო მოიყარა თავი ყველა კაფემ და რესტორანმა პეროვსკაიაზე, თუმცა არა, ახლა ახალი ბუდეც გაჩნდა შარდენზე. რატომ არ გადაანაწილდებიან ეს რესტორნები სხვა ქუჩებში, სხვა ბუნებზე, ამით ხო ისინი კონკურენტებს ჩამოიშორებდნენ და მოგებაც მეტი შეხვდებოდათ. აი ამ კითხვებზე პასუხი გასცა დიდი ხნის წინ, წინა საუკუნის 30-იან წლებში, ჰოვარდ ჰოტელინგმა, ამერიკელმა ჯერ მათემატიკოსი იყო და შემდეგ ეკონომისტი გახდა. იმას რაც დღეს გესაუბრებით ქვია ჰოტელინგის კანონი, თუმცა ამ ჰოტელინგმა ამ კანონის გარდა კიდე რამე აღმოაჩინა, რამდენიმე დებულებას თუ მონაპოვარს ქვია ჰოტელინგის სახელი, ეს დიდი მიღწევაა ყოველი მეცნიერისთვის, როცა რამდენიმე რამეს ქვია შენი სახელი. მაშასე, ჰოვარდ ჰოტელინგის წრფივი ქალაქი. საერთოდ მათემატიკაში, მათემატიკურ მოდელირებაში ესეთი პრინციპია უმჯობესი, რომ თავიდან ჯობს დავიწყოთ მარტივი მოდელით და დავინახოთ ძირითადი თავისებურებები, განაზომიერებები აი მარტივ მოდელზე და შემდეგ ვეძებოთ განზოგადებები უფრო რთულ ვითარებებში. არ ვილაპარაკოთ დიდ ან პატარა ქალაქზე, ვილაპარაკოთ წრფივ ქალაქზე, რომელსაც არის მხოლოდ ერთი ქუჩა და ამ ქუჩაზე არის მხოლოდ 10 სახლი, ნომერი 1, ნომერი 2, ნომერი 3 და ასე შემდეგ, 9 ნომერი და ბოლოს 0 წერია ის არის მეათე სახლი. და ამ ქუჩაზე ვაჭრობს მოვაჭრე წითელი რგოლით არის აღნიშნული, რომელიც ყიდის თქვა ნაყინს თავისი ურიკიდან, რომელიც უდგას მე-9 სახლის წინ. ვინაიდან მას არასავითარი კონკურენტი ამ ქუჩაზე არ ყავს, 10-ვე კლიენტი მასთან მოდის. ამიტომ მისი მოგება ამ ქუჩიდან არის 10. ახლა, სანამ ამ ვითარების განხილვას დავიწყებდეთ, საერთოდ ასე მათემატიკაში ყოველ შემთხვევაში მიღებული, უნდა დააფიქსირო წინასწარ ის პოზიციები თუ ის პრინციპები, ის ამოსავალი, რისგანაც შენ აპირებ შემდგომი თეორიის გავითარებას. მათემატიკაში ამას ეძახიან პოსტულატების ან აქსიომების დაფიქსირებას და შემდეგ მათგან გამოყავთ დასკვნები, რასაც თეორემას ეძახიან. მაშინ დავაფიქსიროთ ორი ასეთი პრინციპი. მოვაჭრის სტრატეგია არის ამ ყველაფერში მიიღოს მაქსიმალური მოგება, ხოლო კლიენტის სტრატეგია არის გაიაროს მინიმალური მანძილი სავაჭრომდე. ყველა ის დასკვნა, რაც აი ამ მსჯელობის დროს გაკეთდება, დაეყრდნობა მხოლოდ ამ ორ პრინციპს. არც ერთი სხვა პრინციპის გათვალისწინება არ იქნება მართებული. სხვა შორის სიტუაციის სიმარტივისთვის აგრეთვე ვამბობთ, რომ პირველი და მეორე მოვაჭრეს, რომელიც მალე გამოვა სცენაზე, ფასებს არ ერეგულირებენ. ერთნაირ ფასად ვაჭრობენ ამ თავისი ნაყინით. აი ამ ჩვენ წითელ მოვაჭრეს უცებ გაუჩნდა კონკურენტი, ეს ლურჯი, რომელიც მოვიდა თავისი ურიკით და დადგა სახლ ნომერ 4-თან. ცხადია ის აი იმ პრინციპის გამო, რომ კლიენტები კლიენტებს ფეხის გააზრებათ და მინიმალურ მანძილს ირჩევენ, ის გადაიბირებს კლიენტების ნაწილს. აი ასეთი მდგომარეობა შეიქმნება.
6 კლიენტი გადმოვა ლურჯთან და იმ წითელს, რომელსაც ადრე 10-ვე ყავდა, ახლა დარჩება მხოლოდ 4. როგორ გონიათ, ლურჯმა სწორი სტრატეგია ერჩია, როცა 4 ნომერს სახელთან დადგა? ხომ არ აჯობებდა იმ პრინციპის გამო, რომ ყოველთვის მოვაჭრე ილთვის მაქსიმალური მოგივისკენ, სხვა პოზიცია ერჩია? კი, რა თქმა უნდა, რო დამდგარიყო 8 ნომერს სახთან, მაშინ ის 6 კი არ გადაიბირებდა, 8-ს წაართმევდა. ახლა კონკურენციით შეწუხებული 9 ნომერი რაც იზამს, როგორ გონიათ? მართალია, ის გადაინაცვლებს 7-თან და ახლა უკვე 7 იქნება მისი და ამ ლურჯს მხოლოდ 3 დარჩება. მაგრამ ეს ლურჯსაც ეს პრინციპი, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს, უბიძგებს, რომ გადავიდეთ ნომერ 6-თან, შემდეგ წითელი გადავა ნომერ 5-თან და ეს უკვე წონასწორობა არის. აი ამ მდგომარეობაში ვერც ერთი ვეღარ მიაღწევს უკეთეს. ნებისმიერი გადაადგილება თითოეული მათგანისთვის მხოლოდ გაუარესებას გამოიწვევს. წონასწორობა ქვია ამას, ეკვილიბრიუმი ეკონომიკის ენაზე. აი, რატომ აღმოჩნდა 2 მოვაჭრე ამ ქუჩის ცენტრში. მოგების მაქსიმიზაციის პრინციპმა აიძულა ორივე მათგანი, რომ თავი მოეყარათ აი ამ ქუჩის შუაში. აი ეს ხსნის, რატო შეიკრიბა ყველა სავაჭრო ელიავაზე, ყველა რესტორანი პეროვსკაიაზე, ყველა სასადილო რიკოძე, როდესაც არიცკენ მიემგზავრები, თითქოს იცია, რომ ყველას მაინდა-მაინც რიკოძე უნდა მოშივდესო და აი რატომ ხდება არჩევნების წინ ყველა პოლიტიკური პარტია ცენტრისტული. რას გულისხმობ ახლა აქ? არჩევნების წინ ყველა პარტიას მიუხედავად იმათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წამსისა, მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული, არჩევნების წინ უჩნდებათ სურვილი უფასო განათლების, უფასო სამედიცინო მოსახურეობის, პენსიის ამაღლების, საპენსიო ასაკის დაბლა დაწევის, საშუალო ხელფასის მაღლა აწევის, განსახლებების შემცირების. ყველა პარტია ამას გადაგებს ხოლმე არჩევნების წინ, ყველა გროვდება ცენტრში, ასე ვთქვათ, მაგრამ არჩევნების შემდეგ კვლავ იშლებიან და ყველა თავის გზას დაადგება ხოლმე. ახლა კი აი ამ სიტუაციას შევხედოთ უკვე კლიენტის თვალით, ხოტემიგი ამასაც აკეთებს. აი უყურეთ. აი ამ წონასწორულ მდგომარეობაში, როცა ცენტრში შეიკრიბა ორივე მოვაჭრე, ლურჯი და წითელი, დაუკვირდეთ, რა მანძილის გავლა უწევთ აი ამ მოსახლეებს. ნომერ 1-ს მოუწევს 1, 2, 3, 4. რა ვიცი რა დავარქვა, ნაბიჯი თუ მეტრი თუ კვარტალი. ხო, 4-ის გავლა უწევს. ნომერ 2-ს 3-ის გავლა, ნომერ 3-ს 2-ის, ნომერ 1-ის და 5-ს გავლაც არ ჭირდება მის სახლის წინ არის სავაჭრო. ასევე წითლებსაც, ხო, 10 ნომერს 4, 9 ნომერს 3 და ასე. ჯამური მანძილი, როგორც ხედავთ, არის 20 და თითეული მოსახლის მიერ გასავლელი საშუალო მანძილი იქნება 20 გაყოთ 10-ზე 2. 2 სტოლია საშუალო მანძილი აი ამ სიტუაციაში. აი ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ მოსახლე რომ ეს ლურჯი დადგა 3 ნომერთან და წითელი დადგა 8 ნომერთან. წარმოვიდგინოთ, რომ გამგეობამ თუ რა ვიცი მე, მერიამ სთხოვა მათ, რომ მაინც 5 და 5 შეგხვდებათ ორივეს მოგება და დადექით, აირჩიეთ ეს პოზიციები 3 და 8. დავითვალოთ ახლა რა მანძილის გავლა უწევთ მოსახლეებს. ნომერ 1-ს ადრე თუ ჭირდებოდა რაღაც 4, ხო? ახლა მხოლოდ 2 დასჭირდება, ნომერ 2-ს 1 და აი ჩამოწერილი ეს მანძილები და ჯანმური მანძილი ამ შემთხვევაში არის 12. საშუალო მანძილი გამოდის 12 გაყოთ 10-ზე 1.2. აი ამ სლაიდზე ორივე ვარიანტი ერთდროულად ვაჩვენე. პირველი ვარიანტი, როცა ცენტრში არიან, წონასწორობაში შეკრებილები, საშუალო მანძილი არის 2, მეორე ვარიანტში, როცა 3-თან და 8-თან არიან,
შეკრებილები საშუალო მანძილი ბევრად ნაკლებია 1.2. მოგება მათი ორივე შემთხვევაში არის 5.5, 5.5, მაგრამ კლიენტისთვის ცხადია მეორე ვარიანტი უფრო მოგებიანია. რომელიც ჯობს მოვაჭრისთვის, ორივე შემთხვევაში მოგება ერთნაირია. რომელიც ჯობს კლიენტისთვის, ცხადია მეორე. როგორ ფიქრობთ, სწავლენ მოვაჭრეები მეორე ვარიანტზე? არა. პრინციპი მოგების მაქსიმიზაცია მათ უბიძგებს, რომ ეძებონ თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება და კვლავ გადაინაცვლებენ მეორეს გადაინაცვლებს, მესამე პირველის გადაინაცვლებს და კვლავ ცენტრში შეგროვდებიან. მათი მოგება ისევ 5.5 იქნება და მოსახლეობა კი დაზარალდება. აი ძალიან საინტერესო პრინციპია საბაზრო ეკონომიკას რაღაცა ნაკლი, როგორც აქ ხედავთ, აქვს ხოლმე. დიდი მადლობა. ეს არის ჩემი იმეილის მისამართი. აი ქვევით კი რაზმადის მათემატიკის ინსტიტუტის საიტზე ჩემი გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეს და სხვა პოპულარული თუ არაპოპულარული სერიოზული ლექციებიც და ჩემი მათემატიკური ნაშრომებიც. დიდი მადლობა.